საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიმდინარე კვირას კიდევ ერთ წევრ კომპანიაში იმყოფებოდა. ამჯერად თხილისა და ნუშის მწარმოებელ და გადამამუშავებელ კომპანია NATS Incorporated-ში იმყოფებოდნენ BAG-ის წევრები, სადაც მათ სამუშაო სივრცესთან ერთად სოფელ ნიჩბისში გაშენებულ ნუშის ბაღებს ესტუმრნენ. NATS Incorporated-ის და ასევე ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობა თითქმის 2 წლიანი ისტორიას ითვლის და განვლილ გზას და ასევე ეფექტიან შედეგებზე, ისევე როგორც კომპანიის მიზნებსა და მისიაზე ვრცლად, ახლა ჩვენი ვიდეო ისტორიიდან გიამბობთ. თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, ქართლისკენ მიმავალ გზაზე და ამ გზად ნიჩბისში გამწვანებულ მინდვრებსა და მდელოებს შორის ახლა თოვლივით გადაპენტილი თეთრი ბაღები შეგეგებებათ და აქედან იწყება ჯადოსნური მოგზაურობა იმ დროსა და ადგილას, როცა ნუში აყვავდა. ამ ბაღების ისტორია 2019 წლიდან იწერება, როცა აგროსფეროში ნოვატორმა NATS Incorporated-მა ამერიკული ინვესტიციით მრავალწლოვანი კულტურა 150 ჰექტარზე გააშენა. მერე ჰექტარი მოხვა, სინათლის სისწრაფით აკრიფეს, გაფართოების ტემპი და 5 წლის განმავლობაში ნუშის ყვავილობამ 700 ჰექტრამდე ფართობი დაფარა. განვითარებისკენ მიმავალმა გზამ კიდევ ბევრი ამბავი დაიტია, მათ შორის ამ გზაზე მთავარი საქმიანი თანამგზავრის გამოჩენა. NATS Incorporated 2 წლის წინ საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების წევრი გახდა. პარტნიორობამ კი გზა ფართო, კიდევ უფრო დიდ, ამბიციურ მიზნებს გაუხსნა. ბიზნეს ასოციაციამ მოგცა საშუალება გაგვეცნო, როგორც საერთაშორისო ფონდები, ასევე მოგცა საშუალება კონტაქტი დაგვემყარებინა მასთან, ასევე მოგცა საშუალება ისეთი მტკივნეული ნაწილი, როგორც არის თქვა საგადასახადო კუთხით, ასევე პროდუქციის ექსპორტის ნაწილში, კონკრეტულ ბაზრებზე, კონკრეტული გამოწვევების კუთხით, კონსულტაციები. ეს არის გადასარევი მაგალითი იმისა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, როდესაც სოფლის მეურნეობა საინვესტიციო საინტერესო არის. ეს არის მსხვილი კაპიტალდაბანდება, ძალიან ბევრი გაურკვევლობა, ამ გაურკვევლობას სჭირდება რისკების დაზღვევა, ჭირდება დახმარება და ამ კუთხით ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გქონდეს ესეთი წარმატებული ბიზნეს მოდელები, როგორც აქ ახლა ვხედავთ დღეს. ქართლის ველებზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად NATS Incorporated-ის ბიზნეს ისტორიას სამეგრელოში მდებარე თხილის პლანტაციებიც ქმნის. ორივეს ჯამური ფართობის 3000 ჰექტარს ითვლის და მასშტაბის მიღმა რიცხვი კომპანიის უმსხვილესი მწარმოებლის ტიტულსაც განსაზღვრავს. წარმოებასთან ერთად თავადვე უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტებით მათ სათანადო გადამუშავებასაც, რომ მერე ყველა კონტინენტური ზღვარი წაშალონ და ქართული თხილის ნუშის გემოც მსოფლიოს მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებს გაუზიარონ. ექსპორტი ხორციელდება როგორც შუა აზიის ქვეყნებში, გალფის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, 14 სხვადასხვა ქვეყანაში ვახორციელებთ ჩვენი პროდუქტების ექსპორტს და კომპანია პოზიციონირებს როგორც არა დამამზადებელი კონკრეტული პროდუქტის, არამედ კომპანია პოზიციონირებს როგორც პირველადი წარმოება და ჩვენ კლიენტებს აქვთ საშუალება მიიღონ მაღალი ხარისხის პროდუქტი პირდაპირ ბაღებიდან. ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერითა და პარტნიორობით კომპანიას თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოს აგრორუკაზე, საქართველოს მონიშნვის და მერე იქ გამყარებული რეპუტაციით კაპიტალის ისევ უკან სამშობლოში დაბრუნების საქმეში. NATS Incorporated-ის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის 99% ქვეყნის ფარგლებს მიღმა იყიდება და მხოლოდ გასულ წელს ამ რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონი ლარი შეადგინა. მაგალითად, საუდის არაბეთში ვემუშავებით უკვე რიტეილ სექტორს, ჩვენი ბრენდის ქვეშ შეგვაქვს პროდუქცია და უკვე იყიდება რაღაც რიტეილ სექტორში, სავაჭრო ობიექტებზე და პირდაპირ მომხმარებლამდე მიგვაქვს, საბოლოო მომხმარებლამდე მიგვაქვს პროდუქტი. გაყიდვების დაახლოებით 20% მოდის დღევანდელ მდგომარეობით რიტეილ სექტორზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. თხილმა თქვენიცით რა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ექსპორტის წილში და ჩავთვალოთ, რომ ახლა 2200 ჰექტარი არის ამ კონკრეტული კომპანიის ექსპორტი. ექსპორტში მათი წილი არის უზარმაზარი. ნუშიც იქნება ახლა 700 ჰექტარია გაშენებული და დარწმუნებული ვარ, ნუშის წარმოებაც გაიზრდება. ეს არის ასევე შესაძლებლობა გავიდეს ნუში და შემოვიდეს უცხოური ვალუტა ქვეყანაში, და მცირე დოლარიზებული ეკონომიკისთვის აუცილებელია ესეთ ტიპის ნაკადების დაბალანსება, რომ სტაბილური ლარის კურსი გქონდეს.
კომპანია საერთაშორისო ბაზრებისთვის როგორც ნატურალური, ასევე მოხალული, დაგუცმაცებული და კარამელიზირებული თხილის მიწოდებას უზრუნველყოფს. ექსპორტზე გადის თხილის ფქვილიც. რიტეილ სექტორის მიღმა ეს ყველაფერი იცით კიდევ სად ხდება? სოფლიოში ყველაზე ტკბილ კომპანიაში, ყველასთვის საყვარელი იტალიური შოკოლადის, Ferrero Rocher-ის შუაგულშიც Nuts Incorporated-ის თხილი დაგხვდებათ. ძირითადი პარტნიორები არიან Ferrero-ს ქართული წარმომადგენლობა, სადაც ყოველწლიურად საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქტს ვაწვდით, რასაც მე უკვე ეს კომპანიები თავის მხრივ გამოიყენებენ ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის Nutella და სხვა რაღაცა შოკოლადები, რომელსაც კომპანია აწარმოებს. BAG-ის წევრი სტატუსს ამართლებს და მსხვილ ბიზნესად პოზიციონირებას შესაბამისი ნაბიჯებით ამყარებს. ზრდის ინვესტიციებს ტექნოლოგიასა და კვალიფიციურ კადრებში, კულტივაციიდან წარმოებამდე ზედმიწევნით ამუშავებს თითოეულ პროდუქტს და ასე აყალიბებს ხარისხის მაღალი სტანდარტით ქართულ ბრენდს, რომელსაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. მათ შორის მომდევნო წლებში წარმადობის მაჩვენებლის ზრდა გეომეტრიული პროგრესიით.